ignition and liftoff Falcon 9. კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ორბიტაზე პლანეტაზე მეთანის გამოფრქვევის გასაზომი მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამგზავრი გაიყვანა. სარეცხი მანქანის ზომის თანამგზავრი მეთანსატი, რომელიც კოლორადოში დაამზადა კომპანია Blue Canyon Technology. ატმოსფეროში სათბურის აირის გამოფრქვევის რაოდენობას გააზომავს და იმას, დროის გარკვეულ მონაკვეთში როგორ იცვლება ეს რაოდენობა. მეთანსატი ერთ-ერთი პირველი თანამგზავრია, რომელიც არამხოლოდ გამოფრქვევის წყაროს ადგენს, ასევე აღნიშნავს გამოფრქვევის ოდენობის ცვლილებას დროთა განმავლობაში. რათა დავინახოთ, უმჯობესდება თუ არა მდგომარეობა. ადამიანის საქმიანობისას გამოყოფილი მეთანის წილი გლობალურ დათბობაში 30%-ს შეადგენს. ატმოსფეროში ნახშირო ჟანგთან შედარებით 28-ჯერ უფრო მეტად აკავებს სითბოს. მეთანსატი, რომლის შექმნის წამომწყები არის გარემოს დაცვის ფონდი, თავდაპირველად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილებზე იქნება მიმართული. ადამიანის საქმიანობის ეს დარგი მეთანის გამოფრქვევის სიდიდით მეორე წყაროს წარმოადგენს, სოფლის მეურნეობის შემდეგ. უკვე 10 წელია ნავთობაერის წარმოებაში მეთანის გამოფრქვევის კვლევის ძალისხმევას ვხელმძღვანელობთ. რამდენიმე წლის წინ მივხვდით, რომ მონაცემთა საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს და გამოფრქვევის მუდმივად აღნიშვნა არ შეგვიძლია. მით უმეტეს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჰამბურგმა და მისმა გუნდმა მეთანსატი სპეციალურად ამგვარი მონაცემების მისაღებად და 3 საკითხზე პასუხის მისაღებად შეიმუშავეს. სად არის გამოფრქვევა, როგორია მოცულობა და დროთა განმავლობაში როგორ იცვლება რაოდენობა. წიაღისეულის მოპოვება პირველი მიმართულება იქნება, რომლის ემპირიული მსოფლიო მონაცემები გვექნება. რაც არამხოლოდ მეთანის გამოფრქვევის მიკვლევის საშუალებას მოგცემს, ასევე წაახალისებს მათ, ვინც მას ამცირებს და კლიმატის ცვლილებას ებრძვის, ასევე ყვება მათ შესახებ, ვინც ამას არ აკეთებს. მონაცემები მეცნიერებს დადგენაში დაეხმარება იმისა, თუ სად არის აუცილებელი გამოფრქვევის შემცირება და ვინ უნდა გააკეთოს ეს, რათა მნიშვნელოვან ცვლილებას მივაღწიოთ. თავარია მაღალი ხარისხის ემპირიული მონაცემების მიღება, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ და რომელსაც შემდგომ პრობლემის უკეთ გასაგებად გამოვიყენებთ. ვინაიდან მომხდარის მკაფიო სურათი ჯერ არ გვაქვს. შესაძლოა არც ისე წარმადად უმუშაობთ. გუნდის თქმით, მეთანსატი დარგს მიღებული მონაცემების ყველაზე სრულ კრებულს შესთავაზებს. ამას გარდა შემდგომ 6 თვეში თანამგზავრული მონაცემები ღია წვდომაში უფასოდ იქნება განთავსებული. Джулия Табу, Андрей Деркач, специально для программы «Детали».